რა ტიპის სიახლეს უნდა ველოდოთ ჩვენ 11 მარტიდან ერიადში უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ტიპის ისეთ სიახლეს, რაზეც იქნება მაქსიმალური ყურადღება შეხვედრიდან. ცოტა ამბიციური კითხვა არის, იმიტომ რომ არ ვიცით სინამდვილეში რას უნდა ველოდოთ, ვიცით რომ ეს არის მოლაპარაკებები. ძალიან ნათლად ვხედავთ შეერთებული შტატების მკვეთრ წნეხს უკრაინაზე, იმისთვის რომ ეს მოლაპარაკებები შემდგარიყო. ამავდროულად ასევე ვხედავთ ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების გამოღვიძებას და ბუნებრივი არის რომ ეს გამოღვიძება დადებით როლს თამაშობს. ჩვენ ვნახეთ ახალი საფინანსო ვალდებულებები, რომელიც აიღო ევროკავშირის ქვეყნებმა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ გერმანიის შემთხვევაში სრულ შემოტრიალებას გერმანიის საგარეო პოლიტიკის, გაცილებით უფრო მეტი თანხების დახარჯვის გადაწყვეტილებას თავდაცვაზე, ინფრასტრუქტურულ გაზრდაზე და ზოგადად ევროკავშირის მწყობრ ჩამოყალიბებას უფრო აქტიურ გეოპოლიტიკურ აქტორად. რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ უკრაინასთან მიმართებით ტრამპს აქვს ძალიან მე ვიტყოდი თანმიმდევრული მიდგომა, რომელიც ეხება მოლაპარაკებების წარმოებას. ანუ არა მოთხოვნების თვალსაზრისით, არამედ იმას თუ როგორ აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს. ეს პრინციპში არის გამეორება ზუსტად იმისი, რასაც ჩვენ ვხედავთ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შემთხვევაში, როდესაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ცალკე დაიწყო მოლაპარაკებები ისრაელთან და ცალკე პალესტინელებთან. ანუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რაღაცა განსხვავებული მიდგომა ამ ორი კონფლიქტის დარეგულირების გზებთან დაკავშირებით მე ვერ ვხედავ. ფაქტობრივად იდენტურად სტრატეგია აქვთ ერთი და იგივე ჯერ ელაპარაკებიან ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს და საბოლოო ჯამში ამ პროცესში დონალდ ტრამპის განცხადება არა, ეგ ცალკე თემა არის, რაც შესაძლოა ამ მოლაპარაკებებს აზიანებდეს კიდევაც. კი, რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე თემა არის, თავად ტრამპის განცხადებები, თავად ადმინისტრაციის განცხადებები ეს ცალკე არის, მაგრამ მე ხომ საუბრობ მოლაპარაკების სტრატეგიაზე. ანუ სტრატეგია არის საკმაოდ მკვეთრი, ეს არის ორ მხარესთან კომუნიკაციის დამყარება, შემდეგ რაღაცაზე შეჯერება და ამის მეშვეობით უკვე საბოლოო კონსენსუალური ან ყოველ შემთხვევაში მისაღები ვარიანტი. რაღაცაზე შეჯერება ახსენეთ, რაზე უნდა შეჯერდნენ მხარეები, რა იქნება უკრაინისთვის, ვთქვათ, მისაღები და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მაგალითად ტრამპის მხრიდან, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამაზე ჩვენ უკრაინაში ვნახეთ კონსენსუსი, მათ შორის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, რომ ისინი, ვთქვათ, ენდობიან ვოლოდიმირ ზელენსკის და არჩევნები უკრაინაში მაშინ იქნება, როცა ამას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს. კი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ამ მოლაპარაკების შეერთებული შტატების შემთხვევაში გასაგები არის, შინაარსობრივი მხარე მოლაპარაკებების ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს ძალიან სპორადული მცირე მონაცემები, ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, რაც ნამდვილად ცუდი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში რაზე ხდება კონკრეტული მოლაპარაკებები, არც ჩვენ არ ვიცით და მე ძალიან დიდი ალბათობით მგონია, რომ არც შეერთებულმა შტატებმა, არც უკრაინამ და არც რუსეთმა. მოლაპარაკების პროცესის პრობლემურობა თავისი არსით არის ის, რომ მხარეები საუბრობენ ერთმანეთში და თავადაც არ იციან საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან. მთავარი პრობლემა, მაგრამ ამ მოლაპარაკების რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც არის მკვეთრი განსხვავება ტრამპის ადმინისტრაციის ბაიდენის ადმინისტრაციისგან არის ის, რომ თუ ბაიდენის ადმინისტრაცია მკვეთრად განიხილავდა საკუთარ თავს როგორც უკრაინის მხარდამჭერს და ამ პოზიციიდან საუბრობდა, ტრამპმა აირჩია დისტანცირება და ტრამპმა აირჩია არა მხარდამჭერის პოზიცია, არამედ მოდერატორის. რაც რა თქმა უნდა არის პრობლემური იმის გათვალისწინებით თუ რამდენად დიდი არის უკრაინის დამოკიდებულება შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებაზე. ამ კონტექსტში თუ ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები, ევროკავშირი ამ შემთხვევაში ცოტა უფრო ვიწროც და ფართოც არის, იმიტომ რომ ვიწრო იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის თავდაცვის არქიტექტურის განახლების შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რა ფორმას მიიღებს ეგ, შეიძლება ეს იყოს ევროპის თავდაცვის კავშირი, რომელიც ფორმალურად იქნება სხვა ხელშეკრულებებზე დაფუძნებული ვიდრე ევროკავშირი. ხოლო ვიწრო არის, ხოლო ფართო არის, იმიტომ რომ ამ ახალ ხელშეკრულების და ახალ არქიტექტურაში უნგრეთის როლი ცოტა გაუგებარი არის, საერთოდ იქნება თუ არა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურაზე პასუხისგებლობა ევროპაზე გადადის ძალიან მკვეთრად. ევროპის ქვეყნებმა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს პასუხისგებლობა გაიაზრეს და საკმაოდ სწრაფად მოქმედებენ. 6 მარტის სამიტზე ბრიუსელში 30 მილიარდზე მეტი დახმარება გამოყენეს უკრაინას 2025 წელს იქნება ეს დახმარება. გულისხმობ აქ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, იქ ცალკეა ნორვეგია, კანადა და ასე შემდეგ. კი, ეს 30 მილიარდი წყალში ზღვაში წვეთი არის, იმიტომ რომ რეალურად საუბარი არის სრულ ეგრეთ წოდებულ ReArm ინიციატივაზე, გადაიარაღების ინიციატივაზე.
ინიციატივაზე, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება. საუბარი არის გერმანიის მიერ გამოყოფილ უზარმაზარ თანხებზე, ზუსტად ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რა თანხებზე არის საუბარი, მაგრამ გერმანიამ საერთოდ გააუქმა კონსტიტუციური შეზღუდვა თავდაცვის ხარჯების შეზღუდვასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ეს არის ფუნდამენტური ცვლილება გერმანიის ფისკალურ საგარეო და საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩვენ ხედავთ საფრანგეთის მკვეთრ გააქტიურებას და ასევე ხედავთ რომ ევროკავშირი საფრანგეთის მოსახლეობის 70%-მდე გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყველა ამ ინიციატივებს უჭერს მხარს. ეხლა რეალურად ევროკავშირის ნაწილი ქვეყნები, მაგალითად გაერთიანებული ევროპის ქვეყნები მეცნიერება ხანდახან. ეს არის გაერთიანებული სამეფო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ ახალ ევროპულ არქიტექტურაში ძალიან აქტიურად ერთვება. ეს არის საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირის წევრიც არის და ამ არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი გახდება. რატომ? იმიტომ რომ საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეგრეთ წოდებული ბირთვული ქოლგის გავრცელება ევროკავშირის და არა მარტო ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე. ფრანგული ბირთვული პროგრამა სრულიად ავტონომიური არის ბრიტანულისგან განსხვავებით, რომელიც შეერთებულ შტატებზე არის დამოკიდებული და შესაბამისად თუ საფრანგეთისგან იქნება ამის პოლიტიკური ნება, მას ძალიან თავისუფლად შეუძლია საკუთარი ბირთვული ქოლგის ჩამოყალიბება, რაც მოსალოდნელი იქნება. გერმანიას ბირთვული იარაღი მოგეხსენებათ არ აქვს მეორე მსოფლიო ომის და სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ფრანკო-გერმანული ალიანსის შემთხვევაში გერმანულ ინდუსტრიას რომელიც არის უზარმაზარი ინდუსტრია, თავისუფლად შეუძლია კონვენციური იარაღის წარმოებაზე პასუხისგებლობის აღება, იგივე რაინმეტალის და სხვა კონცერნების მეშვეობით, ხოლო საფრანგეთი ამ შემთხვევაში იქნება აი ამ ბირთვული ქოლგის მთავარი მეთოდები. ახსენეთ გიორგი, ძალის ხმება ევროპის როგორ შეიძლება დაეხმარონ და საკუთარი უსაფრთხოების ქოლგა შექმნან. მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში თუ კი დონალდ ტრამპი კვლავ მიიღებს ხის გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა შესაძლოა თუ არა აქვს თუ არა რესურსი ევროპას რომ ეს დახმარება ჩაანაცვლოს და ეს დროში არის თუ არა რაღაცნაირად მოსწრებადიც და როგორ შეიძლება ამ მიმართულებით ჩვენ ვიხილოთ პოზიციები. ანუ შესაძლოა თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა დააჩქარონ ეს პროცესი მიუხედავად იმისა რომ ნახეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, განცხადებები და ასე შემდეგ. ევროპის ქვეყნები უკვე აჩქარდნენ, ჩვენ ხედავთ რომ გერმანიამ საერთოდ გადაწყვიტა რომ გამოიყენოს წინა პარლამენტი, არა ახლა დარჩეული, არამედ წინა პარლამენტი იმისთვის რომ ეს რეფორმები დაჩქარებულ და რამე გართულებების გარეშე ჩაატარონ. ჩვენ ხედავთ რომ ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულმა სამეფომ, იგივე საფრანგეთი ვახსენეთ, სხვა ნორვეგია, დანია, ყველამ დაიწყო სერიოზული ზრუნვა. პოლონეთმა გამოაცხადა სამხედრო დოქტრინის ცვლილება და სრული მზადყოფნა ფაქტობრივად ტოტალურ თავდაცვაზე გადასვლისკენ გადადგმული ნაბიჯი არის ეს, რაც გააკეთა ახლა პოლონეთმა. ასე რომ თურქეთი ჩაერთო საკმაოდ აქტიურად პირდაპირ ერდოღანმა გამოაცხადა რომ მზად არის გააგზავნოს უკრაინაში საკუთარი მშვიდობის ყოფილები და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ყველაფერი იზრდება და თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა ამ შემთხვევაში რუსეთმა თავისი ყველაზე დიდი სტრატეგიული ამოცანა არა მარტო ვერ შეასრულა უკრაინაში შეჭრით, არამედ პირიქით მკვეთრად გაიუარეს ამ მდგომარეობა. ანუ მილიტარიზებული ევროპა, მილიტარიზებული ევროკავშირი, რომელიც არის არა მარტო ეკონომიკურ პოლიტიკური ბლოკი, არამედ ასევე სამხედრო ბლოკი, ეს არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შეიძლება წარმოჩენილი იყო. ასე რომ საუბრები იმაზე, რომ აი რუსეთი რაღაცნაირად უკეთ მდგომარეობაში არის, კი, იმის გამო რომ შეერთებული შტატები ნაკლებად ეხმარებიან უკრაინას, რუსეთმა ცოტა ამოისუნთქა, მაგრამ გრძელვადიან მასკის განცხადება მოვისმინეთ, ისე იმუქრება, რომ უკრაინას სამხედრო პერსონალს სტარლინკის თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომას ჩამოართვეს, მისივე თქმით, ამ ტექნოლოგიის გარეშე მთელი უკრაინული ფრონტი დაინგრევა. აი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებით ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან ცუდი, ეს გადაწყვეტილება იქნება სრულიად გაუმართლებელი, მაგრამ რომც მოხდეს, ჩვენ უკვე ვნახეთ EUTELSAT-ის განცხადება ევროკავშირის მსგავსი კომპანიის, რომ ის მზად არის ჩაანაცვლოს Starlink-ის ტერმინალები. ანუ ევროკავშირს აქვს საკუთარი სატელიტური შესაძლებლობები, რომელიც აქამდე ამ მიმართულებით არ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ საჭირო გახდება და
როგორც ჩანს ხდება ნელ-ნელა, ამ შემთხვევაში პირდაპირ იქნება გამოყენებული ევროკავშირის სატელიტური ნეტვორკი, ძველიც და ახლებიც. და ამ პროცესში სად არის საქართველო, იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული, როგორ უნდა პოზიციონირებდეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზეც, რა ტიპის განცხადებები უნდა კეთდებოდეს აი ამ თქვათ გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, სად ხედავთ თქვენ საქართველოს როლს და საერთოდ აი რა ვითარებაში იმყოფება ეს რეჟიმი დღეს, რომელიც ცდილობს რომ რაღაცნაირად უხეშად რომ თქვას მიეკედლოს, შეეტენოს კიდევ თქვათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, აი როგორი უნდა იყოს ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე. Ну, შეერთებულ შტატებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, უფრო სწორედ, კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს რა თქმა უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტი. ქართული ოცნების პირობებში და ქართული ოცნების საუბრისას პრობლემა ის არის, რომ ისინი ამას აკეთებენ არა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, არამედ მხოლოდ საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად. და ამას ემატება ისიც, რომ ქართული ოცნების კონსერვატიზმი არ გაიშვას არსად. ძალიან კარგად ვიცით, რომ თავიდან ეს იყო სოციალისტური პარტია, სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დატოვეს ეს სოციალისტური ინტერნაციონალი, იყო იმიტომ, რომ თვითონ სოციალისტები აგდებდნენ მათ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ნაბიჯების გამო. ანუ დასავლეთისა და ქართული ოცნების ურთიერთობა არის დღეს ისტორიულ მინიმუმზე. ევროკავშირის ქვეყნები, ანუ ევროპა, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს არის და რომელიც ეხლა ყალიბდება ახალ, უფრო ქმედით გეოპოლიტიკურ აქტორად, ქართულ ოცნებას არ განიხილავს არა მარტო როგორც ნორმალურ ხელისუფლებას, არამედ როგორც მოკავშირეს. არ განიხილავენ. ქართული ოცნება არის რაღაცა უნგრეთის და სერბეთის მაგვარი პოლიტიკური სისტემა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში არის მეზობელი, უარეს შემთხვევაში არის არა მარტო იდეოლოგიური, არამედ გეოპოლიტიკური ოპონენტი. საქართველოსთვის ეს მდგომარეობა არის, მე ვიტყოდი, ტრაგიკული, იმიტომ რომ თუ საქართველოში შემცირდება დასავლური პოზიტიური გავლენა, თუ შემცირდება დასავლეთის ინტერესები საქართველოში, ეს ავტომატურად ქმნის უსაფრთხოების ვაკუუმს და უსაფრთხოების ვაკუუმი ივსება სხვა ძალების მიერ. საქართველოში რომელი ძალა იქნება, რომელიც შეავსებს ამ უსაფრთხოების ვაკუუმს, მე მგონი, ძალიან ბევრი ფიქრი არ გჭირდება, რუსეთს ეს ძალიან უნდა და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა სრულ კაპიტულაციას გამოაცხადებს, ისედაც არ უკლიათ ბევრი, მაგრამ ბოლომდე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რუსეთი დაიკავებს ამ გამოთავისუფლებულ სივრცეს და ქართულ ოცნებას აქვს ვალდებულება, რადგანაც ეფექტური კონტროლი ჩვენ ქვეყანაზე მათ აქვს და დე ფაქტო ხელისუფლება ისინი არიან, რომ არ მოხდეს ეს, რომ საქართველოს საბოლოო გარუსება არ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ არა მარტო არც არ აკეთებენ, პირიქით ყველანაირად უწყობენ ხელს რუსეთს, რომ საქართველოში რუსული ინტერესები იყოს კიდევ უფრო მეტად გაღრმავებული და გაძლიერებული. ამ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც რაღაცა სტრატეგიას საუბრობთ და გასაგები არის, რომ არის პრობლემები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს ობიექტური რეალობა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს სხვა ქვეყნების მაგალითები, იგივე ფინეთი, რომელმაც მოახდინა სრული სინქრონიზაცია დასავლურ უსაფრთხოების სისტემებთან და მაშინ როდესაც გეოპოლიტიკური მომენტუმი გაიხსნა, ახლახან გაწევრიანდა ნატოში. ანუ ეს მომენტუმები და ამ სიტუაციის გამოყენება დღეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ პირიქით დისტანცირებას დასავლური დედაქალაქებისგან, დისტანცირებას ევროპული დედაქალაქებისგან, არარსებულ ურთიერთობებს საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან კიდე რაღაცა არის, მაგრამ არაადეკვატური და არარელევანტური არსებობის მდგომარეობაში. სანქციები მათ შორის დიდი ბრიტანეთისგანაც მალე. კი, ეს მოდი არ დავაანონსოთ არაფერი და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგიც მოსაუბრებელი არის. ასე რომ ამ სიტუაციაში ქართული ოცნება იქცევა რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურად, გინდა ქვეყნის შიგნით, გინდა ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით ასეთი ავტორიტარიზმის გაღვივება და ასეთი დაქუცმაცება ქართული საზოგადოების დანაწევრება, დაშლა არის ის, რაც ყველაზე მეტად აძლიერებს რუსეთს და საბოლოო ჯამში მთავარი ამოცანა ჩვენი უნდა იყოს ეროვნული ინტერესებზე ქართული საგარეო პოლიტიკის გადაყვანა. დიდი მადლობა